საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჭოხაძე გაგაცნობთ. 2025 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. საქსტატი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს ანახლებს. რაც შეეხება 2025 წლის ნოემბერს საქსტატის წინასწარი შეფასებით. 2025 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2% შეადგინა. საქსტატის თანახმად ნოემბერში საქართველოს კერძო სექტორის განახდელი კომპანიების ბრუნვა 10%-ით გაიზარდა და 15 მილიარდი ლარი შეადგინა. უფრო დეტალურად ზრდა დაფიქსირდა ლოჯისტიკის, საფინანსო და მრეწველობის სექტორებში. კლება კი მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორში იყო. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ძირითადად ეს ეხება როგორც საგზაო, ისე საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებას და შესაბამისად გაიზარდა თვითის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებლები. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, გაზრდილია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება. უძრავი ქონების ოპერაციების სექტორს რაც შეეხება აქ და ძირითადად განაპირობა როგორც საკუთარი, ისე იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობების გაქირავებასთან და მის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობის გაფართოებამ. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში და დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების დასთან. სამთო-მოპოვებით ისე მრეწველობის სექტორში და ძირითადად უკავშირდებოდა ფერადი ლითონების მოპოვებას. როგორც გითხარით, მშენებლობის სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია და ეს ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობის მოცულობის შემცირებასთან, როგორც მაგალითად გზების, ხიდების და ავტობანების მშენებლობა. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, აქ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო ელექტროენერგიის განაწილების შემცირებასთან. რა ძირითადი ეკონომიკური ტენდენციები იყო 2025 წელს საქართველოში, ნუცა შუბაშვილი მოისმენს დღის განმავლობაში შეფასებებს და გაგვიზიარებს. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემ სურსათის მაღალ ფასნამაზზე საუბარი გასული კვირიდან დაიწყო. მან იჭვი გამოთქვა შესაძლო კარტელურ გარიგებებზე და დაანონსა, რომ საჭიროების შემთხვევაში ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. საკითხის შესწავლა დაიწყო სუსმა, ასევე დაანონსდა საპარლამენტო კომისიის შექმნაც. პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის უკან ძალიან სვლად ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნულს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული შესწავლა, ვინაიდან ხშირად ფასნამატები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და შესაბამისად ეს აისახება მომხმარებელზე. აი ამ პროცესის უკეთესი კოორდინაციისთვის შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, წარმოდგენილები იქნებიან შესაბამისი დარგის სამინისტროები, მინისტრებით, ასევე მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო. ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ამის შესახებ ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომელიც საღამოს 8 საათზე გაიმართა. მან წლის პოლიტიკურ მიღწევებზე, ნარკოტიკებსა და კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებაზე ისაუბრა და ეკონომიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გამოყო. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიებში ჭარბი დასაქმების ცვლილებიდან ეკონომიამ შეადგინა 56 მილიონი ლარი შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციის დანაზოგმა კი 646 მილიონი ლარი. კობახიძემ ყურადღება დაუთმო სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებას და აღნიშნა, რომ შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად სახელმწიფომ უკვე 292 მილიონი ლარის დაზოგვა შეძლო. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკის სფეროში შედეგები ძალიან შთამბეჭდავია, მისი შეფასებით 100%-ზე მეტით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი. პირველად გადასწრება ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ დოლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მილიარდ დოლარს. ერთსულ მოსახლეზე გადასწრება პირველად ასევე 10,000 დოლარს
და მსხვერპლობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადაცდა პირველად ასევე 30,000 დოლარს. ბუნებრივია ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებაზე, ასევე ქვეყნის პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე და რასთავარია ყოველდღე აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 100%-ზე მეტი შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი. მიუხედავად საწყისი უარყოფითი პროგნოზებისა, ჩვენ შევძელით ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება და სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ჩვენი სავალუტო რეზერვები გადააჭარბებს 6 მილიარდ დოლარს. 2025 წელი დატვირთული იყო პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის ბრალდებულებად ვიხილეთ ქართული ოცნების ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სუსის უფროსი, გენერალური პროკურორი. ბრალდებებს შორისაა კორუფცია, ფულის გათეთრება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და მკვლელობის შეკვეთაც კი. ცხელი პოლიტიკური მოვლენების მიღმა აქტიური იყო დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მკვეთრად გამკაცრდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი. სამსახურებიდან გაათავისუფლეს ათობით საჯარო მოხელე. ამ ფონზე რთულად დაწყებულ 2025 წელს ბიზნესი შედარებით სტაბილურად ასრულებს, თუმცა გარკვეული მიმართულებებით თამაშის წესების ცვლილება და ახალი რეგულაციების ამოქმედება მოხდა. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კრიზისების მიმართ მედიკობა გამოიმუშავეს. ვერ მეტყვით რომ მე ბიზნესისთვის ეს იყო წარმატებული პირველი ორი კვარტალი, თუმცა მესამე კვარტალიდან იწყება მნიშვნელოვანი ზრდა. ეს არის ფინანსური მაჩვენებლების, ასე ვთქვათ, აღდგენა, რომელიც აი პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ დაძაბულობამდე არსებობდა და მეოთხე კვარტალში უკვე გამტკიცდა ეს მაჩვენებლები. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიებმა გადალახეს პირველი მეორე კვარტალის მერე არსებული, ასე ვთქვათ, პრობლემატიკა და შესაბამისად ეს იძლევა 2026 წლისთვის ძალიან ოპტიმისტურ სურათს. წელი იყო რთული, ცხადია, იმიტომ რომ მიმდინარეობდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აქედან გამომდინარე ბუნებრივი განწყობა თვითონ ბიზნესში, ეკონომიკაში ზოგადად იყო საკმაოდ ისეთი რთული, თუმცა ბიზნესმა ვფიქრობ ყველაფერი გააკეთა იმისთვის და გამოიჩინა, ასე ვთქვათ, გამბედაობაც, კრეატიულობაც და წინდახედულობაც იმ კუთხით, რომ ყველაფერი გააკეთებინა იმისთვის, რომ მინიმიზაცია მოხდარიყო ამ შესაძლო ცუდი შედეგების. როგორი იყო 2025 წელი ბიზნეს სექტორისთვის, შეფასებებს დღის ბოლოს ეკა კასტელიანი გაგვაცნობს. საქმის კურსი 12 საათს და 30 წუთზე ამით დასრულებულია, განახლებული ინფორმაციით 13 საათსა და 40 წუთზე დაგიბრუნდებით.